ნინო ვეფხიშვილი 62 წლის თელავის რაიონის სოფელი წინანდლიდან. ჩემი პროფესია გახლავთ, პირველი პროფესია ეს არის ქიმიკოსი და ქიმიის მასწავლებელი და მეორე პროფესია არის ტექნოლოგი, ღვინის ტექნოლოგი. ამჯერად მაქვს ხარისხი სასწავლო ტექნოლოგიის დოქტორი გახლავართ და უნივერსიტეტში მიკავია პროფესორის თანამდებობა. ძალიან ბევრი შესაძლებლობა მქონდა სხვა მიმართულებით წასულიყო, მედალზე დავამთავრე სკოლა. და ძალიან გავანეწყენე მშობლები იმის გამო, რომ სამედიცინოზე არ წავედი მაინც და მაინც. თუმცა აღმოჩნდა შემდეგ, რომ ეს პროფესია არ იყო უცხო, არ იყო შორს იმ დანარჩენებთან, რაც მე მიყვარდა. მათემატიკა არის დღემდე ჩემი უსაყვარლესი საგანი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესია მაქვს, არა მათემატიკა არის ძალიან ახლოს ჩემთან. ქიმიკოსი, ქიმიის მასწავლებელი, ასეთი პროფესია მიწერია მე დიპლომში, მაგრამ ვერ ვიმუშავე ამ ჩემი პროფესიით და ძალიან გაჭირვებულები ვიყავით დროის გამო, ახლა ცოტა ოჯახური პრობლემებიც ჰქონდა რაღაცები და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემიცვალოს პროფესია. აი ამ ღვინოსთან რომ დავიწყე ურთიერთობა, იქ დამთავრდა ყველაფერი. ვიპოვე ასე ვთქვათ გამოსავალი ჩემს მომავალში. ოჯახი მქონდა, ბავშვები იზრდებოდნენ თავისთვის და მე ჩემი ზრდა მე მაკლდა რაღაცა და ეს რაღაცა ვიპოვე. ეს იყო მეღვინეობა. აი რომელშიც ისევ გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. ისე მიყვარს ეს მეღვინეობა და დავამთავრე ღვინის ტექნოლოგია, აგრარურის ფილიალი იყო ჩვენთან თელავში, ეს დავამთავრე, გავხდი ღვინის ტექნოლოგი. ტექნოლოგიებს ადგენს. წერს ტექნოლოგიას, როგორ უნდა დამზადდეს ამა თუ იმ სტილის ღვინო და მეღვინე ამას ასრულებს. შემდეგ უკვე ასეთი რაღაც მოხდა, რომ ჩემი ქიმიის ლექტორი შემთხვევით შემდგა თელავში. რომ გაიგო, რომ ღვინის ქარხანაში ვარ, გული შეუწუხდა კი მაგრამ იმას ეგონა სადღაც ვიყავი მიგდებულში და შენ უნდა ჩააბარო ჩვენთან ახლა გახსნილია საერთო სურსათის ტექნოლოგიის დოქტორანტურა იყო. ასე იძლებით გამოვედი ასე ვთქვათ, ჯერ ქიმიკოსი, მერე მეღვინე ტექნოლოგი, მერე დოქტორიც გახლავართ უკვე დავიცავით ის ეტაპზე. დილა იწყება ბოსტნით და ქათმებით. მერე ვემზადები და მივდივარ, ყველანაირად ვემზადები და მივდივარ უნივერსიტეტში ვატარებ ლექციებს. ლექციების შემდეგ ჩამოვდივარ შუმში. მე გახლავართ ამ ლაბორატორიის მენეჯერი, ღვინის ტექნოლოგი და ხარისხის კონტროლის მენეჯერი. შუმის შემდეგ ისევ სახლში უბრუნდები და ისევ ბოსტანში უბრუნდები, ისევ ჩემს ქათმებთან და საღამოს ვამზადებ ისევ ლექციებს, გვიანობამდე ლექციებს და საკონფერენციო მასალა თუ სტატია თუ რაც მაქვს გასამზადებელი, გვიანობამდე ვმუშაობ მაგას. როგორ ვუმკლავდები, იცით, თუ მოვეშვი ერთი და გავჩერდი, მაშინ დავიღლები ძალიან. არ შემიძლია არ გითხრათ, რომ უნივერსიტეტში მაქვს პროექტი. ეს არის, აი შინაარსი რომ გითხრათ რა არის. ყველა ადგილწარმოშობის საფერავისათვის საკუთარი საფუარის გამოყვანა. 50 წლებამდე საქართველოში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, ღვინო მზადდებოდა ან ველური საფუარით, ან თავის საფუარით, რაც მოსდევს ვენახიდან, ან კიდევ მზადდებოდა თხევადი საფუარით. მერე უკვე შემოვიდა საზღვარგარეთიდან ეგრეთ წოდებული კომერციული საფუარები, მშრალი საფუარი. ყველას ადგილწარმოშობის ღვინოებს ამ ერთი სახის საფუარს ვახმართ. იქიდან გამოტანილ საფუარს. და ბოლოში რა მივიღეთ, იცით? რომ ამ ადგილწარმოშობებმა რაღაცნაირად დაკარგა თავის ინდივიდუალობა. სხვანაირად არ შეგვიძლია. ერთი უნდა ველურ საფუარზე დავადუღოთ, ან ველურიდან გამოყვანილ კულტურულ საფუარზე. ველურიდან გამოჰყავთ ეს მე გავაკეთე ამ პროექტში. კარგს რას აკეთებს, რომ უნდა დაუბრუნოს თავისი ინდივიდუალობა უნდა დაუბრუნოს აი ამ ღვინოებს.